Ultimatumi senit saubari da represiები მაღაროელები კომპანია ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის წინააღმდეგ დასაქმებულები აცხადებენ, რომ ადგილობრივი გამგებლები მაღაროელებთან რეკავენ და სამსახურის დაკარგვით აშინებენ. თუკი ახალი მენეჯმენტის პირობებს არ დათანხმდებიან. წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას საქნახშირის დირექტორი მიხელ სოცკი ხელმძღვანელობს. არ და რამდენიმე კვირის წინ ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია აცხადებდა, რომ მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდებოდა. რაც გულისხმობს რეორგანიზაცია და კონკრეტულად რაში ადანაშაულებენ დირექტორს თამარ დემეტრაშვილი დეტალებით უერთდება ფორმულას ეთერს. ჭიათურაში ვითარება იძაბება, მაღაროელები ჭიათურ მანგანუმის ახალი გეგმის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავენ. საქმე ისაა, რომ კომპანიამ რეორგანიზაცია დაანონსა და მუშაობის აღდგენის წინაპირობად სწორედ თანამშრომელთა შემცირება დაასახელა. კომპანიაში ახალი ხელმძღვანელი მოდის, საქნახშირის გენერალური დირექტორი მიხელ სოცკი სწორედ მისი ხელმძღვანელობით აპირებს ჭიათურ მანგანუმი კომპანიის როგორც თანამშრომელთა ნაწილის გათავისუფლებას, ისე მაღაროების ინსპექტირებას. ამასთან კომპანიაში მოქალაქეებს მოუწოდებენ შეწყვიტონ მაღაროების პიკეტირება შუქრუთში. წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ წარმოების პროცესი ჭიათურაში არ აღდგება. შემუშავებული გეგმის მიხედვით წარმოების აღდგენა განხორციელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პირობებში. ეს ნიშნავს, რომ ცვლილებები შეეხება ყველა რგოლს, როგორც ტექნიკურ პერსონალს, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებს. სწორედ ეს არის ერთადერთი გზა მომგებიანი, სტაბილური და უსაფრთხო ოპერირების დასაბრუნებლად. ყველა თანამშრომელი დეტალურად ინფორმირებული იქნება დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და მათთან კომუნიკაცია გამჭვირვალედ და ეტაპობრივად წარიმართება. ამავე დროს რეორგანიზაციის პარალელურად დაიწყება დახურული მაღაროების ტექნიკური ინსპექტირება. თითოეული მაღაროს შესწავლის შემდეგ დაიწყება აღდგენა, გადამაგრებითი სამუშაოები. კომპანიის პოზიცია უცვლელია. პიკეტირების პირობებში წარმოების აღდგენა შეუძლებელია. კომპანია გადაჭრით აცხადებს, ჭიათურაში სამთო წარმოება ან გაიხსნება ახალ წესებზე დაფუძნებული მოდელით, ან საერთოდ ვერ აღდგება. კომპანიის ამ განცხადებას ხმაური მოყვა ჭიათურაში. მაღაროელები აცხადებენ, რომ მენეჯმენტი მათ ულტიმატუმის ენით ესაუბრება და ცდილობს თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპიროს. ამბობენ, რომ პროცესში უკვე ჩაერთნენ ადგილობრივი გამგებლებიც, ისინი ურეკავენ თანამშრომლებს და ეუბნებიან, რომ თუმცა ახალი მენეჯმენტის პირობებს არ დათანხმდებიან, სამუშაოს გარეშე დარჩებიან და ჭიათურაც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. ახალი მენეჯმენტის წარმომადგენელი აქციის მონაწილეებთან იყო მისული, თუმცა მოქალაქეებმა ის გააძევეს. ამბობენ, რომ მათთვის შეურაცხმყოფელი იყო ის ტონი, რითიც ის აქციის მონაწილეებს ესაუბრებოდა. მაღაროელები ამბობენ, რომ სუცკიმ ტყიბულელი მეშახტების პროტესტი ჩაახშო და იგივეს უპირებს ჭიათურასაც. მოდიხარ საბლაკაოთ, ეს ჯერ არ შემოსულა და ახავე თითებს იქნებს. აიგე, ახავე ცდილობს, რომ მონობა შეგვაქვს. სოცკი არის ჩემი ძმადაცნო და ტყიბულში ყველაფერი მოგვარებული მაქვს, აწყობილი მაქვს საქმე და ჭიათურელი ვარ. მეც ავაწყობა აქ. ესე იგი, მოდის ვინმე უცნობი პიროვნება ჩვენთვის და გეუბნება, რომ ტყიბულში დაალაგა სიტუაცია. და მე ვარ პასუხისმგებელი გავალაგებ ყველაფერს. მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა თუ არავის არ გააჩნია ამ ქვეყანაში და მეტ ყურადღებას არ ვიმსახურებ ჩვენ, ვიდრე ვიღაცა უცხო და ჩვენთვის უცნობი მოდიოდეს და აქტივებს გვიქნევდეს. ხელისუფლებას ვეკითხები, რას აპირებთ, რას გეგმავთ, რას ფიქრობთ და როგორ გონიათ, როდემდე ვიქნებით ასე შემწყნარებლები და როდემდე გადაგისვავთ თავზე ხელს. რა თქვენ ტყიბულებს გავუკეთეთ ამ წლების განმავლობაში? ტყიბულელი მეშახტეები რომ დაანონეთ. შეაშინეთ. ერთ ადამიანს არ უჩნდება ბრძოლის სურვილი. იმდენად დაათიტაკაცეთ. და ზუსტად ამაში ხართ პროფესიონალები. სოცკი და მისი შეხვდომები. და ეგ მინდა ჭიათურაშიც გაატაროთ. ნუ რას უკაცრავად, ვერ მოგართვევ. პირიქით. აქ ჩამოხვდეთ და რქებს აქავე დაგამტვევთ. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჭიათურის მაღაროებში წარმოების ძირითადი ნაწილი გასული წლის ნოემბერში შეჩერდა. 2 თვის წინ გამოაცხადეს, რომ მიწისქვეშა სამუშაოები საერთოდ აღარ განახლდებოდა მისი წამგებიანობის გამო. ჭიათურელები უკვე თვეები აქციებს მართავენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ საკუთარ თავზე აიღოს ქალაქის გადარჩენის პასუხისმგებლობა, რადგან რეგიონში ძირითადი დამსაქმებელი სწორედ ჭიათურ მანგანუმია.